საინტერესო ტიპი იყო დიდი ვასო აქ ქონდა აფთიაქი გერმანელებისგან ნაყიდი ის აფთიაქი მე მახსოვს ნომერ პირველი აფთიაქი ხო აბა ძალიან ლამაზი შენობა იყო ძალიან ხო ეს ჰაინეები იყვნენ ძმები გერმანელები რომლისგანაც იყიდა და მე გასაბჭოება რომ დაიწყო რა თქმა უნდა ჩამოართვეს ანუ ბოლო მემკვიდრე ეგ იყო მე ბათუმში გადავიდა მთავარ თერაპევტად და იქ უკვე 37-ში გაუშვეს შორეულში ესე ყოფეტლოსიანის ლაგერი 17 წელი იქ იყო მთავარი თერაპევტი იყო ძალიან დიდი გაერთიანების და მე დადიოდა ქართველებს ეძებდა და მოყავდა თავი ამ საავადმყოფოში მეძმებად აი ფრე მეორე მაგალითად ჩვენი პატრიარქი ყავდა აბანოში ცეცხლ ფარეშად ხო ამ დროს იქ სადაც იპოვა დღეში ხო შინდლერის ვარიანტს აკეთებდა ოღონდ ქართველებს ყველას ხო ვერაუდობდა და ხო ქართველებს ესე აგროვებდა და მერეც საინტერესო მომენტი იყო მისცეს ქაღალდი გათავისუფლების 17 წლის თავზე და მეორე დღეზე არ დაიცვალა იქ